გამარჯობა. შენ ქართველო, რომელიც დღეს მთელი თავისი სიმწარით განიცდი საკუთარ ტყავზე ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ უბედურებას, ალბათ ვერასოდეს ვერ შეამჩნევდი ბიუროკრატიულ მანქანაში დამალულ კიდევ ერთ არაქართველ ვირთხას, რომელიც ძალიან ეფექტურად, წარმატებით, უпростоრად შესანიშნავად კითხრის ძირს განადგურებს. კი, ის წარმოადგენს სისტემის ელემენტს, რომელიც შენს მონობაში უმთავრეს როლს ასრულებს. ჩემი საერთაშორისო აქტიურობის შედეგად თავდაცვის სამინისტროდან ხიდაშელი ანადოლიძის ერთგული ვირთხა, როგორც იქნა გავაგდებინებინე. არავინ არ იფიქროთ, რომ ეს გადაწყვეტილება ივანიშვილის პლასტიკური ბარათების მბეჭდა ვინმე ბურჭულაძეს სამართლიანობის ფარგლებში მიეღო. არანაირად. ის უბრალოდ უძლური გახდა. ხელი დაეფარებია ტერორიზმის მფარველობაში მხილებული პირისთვის. როგორც გითხარით, თინა ხიდაშელი და ანადოლიძე საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, ნეხვა და ამყრალებული თემაა, მაგრამ განა ბევრმა იცოდით, რომ ეს კაბინეტში დამალული ვირთხა ერთ-ერთი უმთავრესი იყო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ყაზარმებში მეჩეთების გახსნას ხელმძღვანელობდა. ხო, სწორად მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი თინაია ხიდაშელი იყო და ხელისუფლებასთან გარიგებული საპატრიარქო ვერცხლის ნაცვლად დუმილს რომ ინარჩუნებდა. მთქმელი ერთ ცოდვაში და მქნელი მეორეშიო, მაგრამ ფაქტი ხო სახეზეა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყაზარმებში მეჩეთების გახსნის საკითხთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის მიერ მოწერილი ტელეფონოგრამები ერთი მეორეზე ინახება დღესაც არმიის არქივში. ყველაზე ბრუტალური მეთოდებით უსწორდებოდნენ მას, ვინც აღნიშნული ტელეფონოგრამის წინააღმდეგ აზრს გამოხატავდა, ექნებოდა მიუღებლობა და იტყოდა, რომ ეს იყო დანაშაული ქართული შეიარაღებული ძალების წინაშე. ოფიცრების, სერჟანტების, რიგითების შემადგენლობაში უფრო სამეთაურო და უმცროს სამეთაურო რგოლში იყო უდიდესი პროტესტი ამ რელიგიური დაყოფის და ამ ნიშნით პროვოცირების საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც გითხარით, ხმის ამოღებას ბევრი ვერ ბედავდა. ვინც კი გაბედავდა, ის ტოვებდა შეიარაღებულ ძალებს. და არა მარტო ჩვეულებრივი მოტივებით, მას უგონებდნენ დანაშაულს და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც ეს რეპრესია საკუთარ თავზე განვიცადე. თუმცა მუსულმანური საკითხით პროვოცირება და მეჩეთების შეიარაღებულ ძალებში წამოჭიმვა სულაც არ იყო ხიდაშელის რელიგიური შემწყნარებლობის გამოხატულება. არა, მისი ინტერესი იყო სირიაში მიმდინარე საბრძოლო კონფლიქტთან მიმართებაში მოეხიკა ქართველი მუსულმანები და სირიაში მებრძოლი ოპოზიციის რიგებში გაეშვა და შემდეგ ამერიკის ელჩთან გაეკეთებია ეს მოხსენება. სწორედ ასეთ კონტინგენტს აგროვებდა ქალბატონი ხიდაშელი ბაზაზე და მათი გაწვრთნით იყო დაკავებული. და რა თქმა უნდა, ის ამ საკითხში არ იყო მარტო, ის ტანდემში მოქმედებდა ქართული ოცნების უშიშროებასთან ერთად. ამ ყველაფერში კი მას ხელს უწყობდა გიორგი მოლოდინი, ეს ბატონი შაიშმელაშვილი და მეორე ირაკლი შაიშმელაშვილი, გიორგი და ირაკლი შაიშმელაშვილები. და რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფერს ქართული ოცნების უშიშროებასთან ეგრეთ წოდებულ სუსთან ტანდემში ახორციელებდნენ. ისინი მარტო ამ საქმეში არ იყვნენ. ალბათ პირადად რომ არ შევჯახებოდი ამ ყველაფერს ვერასოდეს ვერ დავიჯერებდი ობობას ქსელივით არსებულ სქემას, რომელიც ჩვენს ირგვლივ ჯარისკაცების, ოფიცრების, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეების ირგვლივ არსებობდა. ჩემმა ჯარისკაცმა, უпростоრად ჩემს დაქვემდებარებაში მყოფმა სამხედრო პირმა ჯონი იმედაშვილმა, ეს მისი მეორე სახელი და გვარი იყო, ვინაიდან ეს იყო ქისტი ეროვნების პიროვნება, განვიცხადა, რომ ის ჩათრეული ყავდათ
აღნიშნულ საქმიანობაში მუქარით და ამ ყველაფერს ახორციელებდა სახელმწიფო უშიშროების წარმომადგენელი. მას სურვილი არ ჰქონდა თურქეთის გავლით სირიაში წასულიყო და საბრძოლო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მას არჩევანს არ უტოვებდა. დამისახელა სახელები გადამყვანი პირების მითხრა ფაქტი, რომ თურქეთის გავლით მათ უკვე მქონდათ ერთი მცდელობა არალეგალურად გადასვლის, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო შეჩერდა. მეუბნებოდა, რომ პანკისის ხეობაში არსებობს საწვრთნელი ბაზები, სადაც საქართველოს უშიშროების დახმარებით ხდება გარკვეული ჯგუფების გაწვრთნა, რომ მოგვიანებით ისინი გაყვანილი იყვნენ სირიაში ასადის წინააღმდეგ საომრად. ეს ადამიანი ისე დეტალებს ეხებოდა, წარმოუდგენელია მას ცოდნოდა ყველაფერი, გარდა ამისა, როდესაც ჩვენი სასროლეთზე გავიყვანეთ ადამიანმა, რომელსაც წესით არანაირი უნარი არ უნდა ქონოდა იერარქთან მოპყრობის, მან ეს მითი დაამსხვრია, ის ისროდა წინვალეთ, რადონესაც სპეციალური მომზადების გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევ. გამომდინარე აქედან მე იძულებული გავხდი, როგორც ოფიცერი, გამეკეთებია მოხსენება ჩემი ზემდგომისთვის. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი პრობლემები და ჩემი პირადი უბედურება. ნაცვლად იმისა, საქმეს მიძემოდა სამართლებრივი მსვლელობა, მეორე დღეს ბაზის მეთაურმა ილია ლუტიძემ დამიბარა და მომთხოვა აღნიშნულ პირთან არანაირი დიალოგი ამ საკითხზე არ მეწარმოებინა. მე მას შევახსენე, რომ მე ვიყავი მისი პირადი მეთაური და ეს იყო ჩემი პირადი მოვალეობა მეზრუნა პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების შესახებ და გამომდინარე აქედან არ დამეშვა შეიარაღებული ძალების სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტივობა. რაზეც მან მიპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტროდან ამ საქმეში ჩემზე კარგად გაერკვეოდნენ. პარალელურად უყურებდი, რომ ბაზის მეთაური ილია ლუტიძე და მისი შტაბის უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელიც იმ გიორგი შაიშმელაშვილის საქმის გამგრძელებელი და ნათესავი იყო, რომელიც თინახიდაშელის მოადგილე იყო, ახორციელებდნენ ჯონი იმედაშვილის დაბარებას მისი უშუალო მეთაურის, ანუ ჩემი საქმის კურსში ჩაყენების გარეშე და ეწეოდნენ მასთან სპეციფიურ საუბარს ტერორისტების ლიდერების სახელებისა და გვარების მიმართ და მათი საბრძოლო უნარების მიმართ დეტალიზაციაზე საუბარს. აღნიშნულ პირს ჯონი იმედაშვილს მიანიჭეს სხვადასხვა პრივილეგიები, აღმოაჩინეს ისინი მეორე დღეს ჯარისკაცებმა, რომ ეს ჯონი იმედაშვილი იყო ფავორიტიზმში, რაც გამოიხატებოდა სამხედრო ბაზის დატოვების ნებართვით, რისი უფლებაც არავის არ აქვს, მით უმეტეს თუ არ შედგა სპეციალური დოკუმენტაცია, სპეციალური ადგილის გამოყოფით, სადაც ის ივარჯიშებდა და ასე შემდეგ. რისი უფლებაც, რა თქმა უნდა, სხვებს არ ჰქონდათ. ამიტომ მე მივიჩნიე ეს სახიფათოდ, რადგან ჯარში ფავორიტიზმი არის დამანგრეველი სამხედრო დისციპლინის და ეს განსხვავება არ არის ის განსხვავება, რომელიც ემსახურება არმიის კეთილდღეობას და დიდი წერილით მივმართე უშუალოდ თავდაცვის სამინისტროში მინისტრს ყიდაშელს და მეორე წერილი შევიტანე საქართველოს პროკურატურაში. თავდაცვის სამინისტროს აპარატში, მინისტრის აპარატში დამიბარეს ამ საუბარს ესწრებოდა გიორგი შაიშმელაშვილი. ამ საუბარს ესწრებოდა აკია ბარბაქაძის მეგობარი გიორგი თავდგირიძე და რამოდენიმე ჩემთვის უცნობი პირი გიორგი მოლოდინთან ერთად. თავი ვერ შეიკავა აკია ბარბაქაძის მეგობარმა და მითხრა, რომ აი ესეთი ადამიანები თავდგირიძეზე მაქვს ლაპარაკი, გიორგი თავდგირიძეზე, ზუსტად მან მითხრა, 15 პირი ყავდათ, რომლებიც იყვნენ უშუალოდ ტერორისტები, ამზადებდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ბაზებზე და შემდეგ ამ ხალხს იყენებდნენ თავისი შეხედულებების მიხედვით. მე მითხრეს, რომ
მათთვის უცნობი იყო ამ 16 პირის არსებობის შესახებ და გადამიხადეს მადლობა და მომთხოვეს, რომ მასთან არანაირ კონტაქტში მე არ შევსულიყავი. მეორე დღისით, როდესაც სამხედრო ბაზაზე გამოცხადდი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ოცეულის რიგებში ჯონი იმედაშვილი აღარ იყო. დავიბარე ნაწილის მორიგე, ასეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი, რომლებიც პირდაპირ შეერთებული იყვნენ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბთან და მათგან ჰქონდათ მიღებული დირექტივა, რომ ჯონი იმედაშვილი ჩემთან შეთანხმების გარეშე კიდევ ერთხელ გეუბნებით და გიხსნით, ვინც არ იცით, წარმოუდგენელია ჯარში უშუალო მეთაურის გარეშე მოხდეს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირის საშვებულებო მივლინებაში ან თუნდაც სახლში გაგზავნა. გაგზავნილი ყავდათ პანკისის ხეობაში. ჯონი იმედაშვილი, მარტივი ენით რო გითხრათ, იმ დღეს წყობში არ იდგა. თავდაცვის სამინისტროში დაახლოებით 10 წელიწადი ვიმსახურე, ამიტომ როგორც მტრები, ისე ბევრი მოყვარე მყავდა. მათ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მინისტრი ხიდაშელი ჩემი ჯარისკაცის, ანუ ჯონი იმედაშვილის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა პანკისის ხეობაში. მე გადმომცეს ფოტოები ამ რეალობის ამსახველი უბედურების, სადაც არა მარტო მინისტრი ხიდაშელი, არამედ მისი მოადგილე ანადოლიძე და სხვაებიც იქ იმყოფებოდნენ. ალბათ არც ერთი თქვენგანი ისეთი მეამიტიარა დაიჯეროს, რომ საქართველოში მინისტრები რიგითი ჯარისკაცების სახლში რომ დადიან მოსაკითხად, მაგრამ წყარომ, რომელმაც ეს ინფორმაცია მომაწოდა, ამავდროულად მითხრა, რომ მეორე დღიდან დაიწყებოდა ჩემი პოლიტიკური დევნა, რომელიც სავარაუდოდ მოხდებოდა ჩემი დაკავებით. ამიტომ მითხრა, რომ ფრთხილად ყოფილიყავი. აღნიშნულის შესახებ ფოტომასალებთან ერთად სამართლებრივად წერილობით და ამ წერილის სარეგისტრაციო ნომრით ვაცნობე სახელმწიფო ბრალდების მხარეს, ანუ მთავარ პროკურატურას, ვინაიდან სხვა დაცვის მექანიზმი ჩემ ხელში არ იყო. წარმოუდგენელია საქართველოში ისეთი სისწრაფით რამე ვითარდებოდეს, როგორც მეორე დღიდან ამათმა ჩემი დაჭერა განიზრახეს. მეთაურმა პირდაპირ მითხრა, რომ მე ვიმყოფებოდი შვებულებაში და ეს არ იყო ჩემს სრულზე დამოკიდებული. იძულებული გავხდი დავმორჩილებოდი ამ ყველაფერს, რადგან ფაქტიურად არაფერი არ შემეძლო. მე ვხვდებოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ იგეგმებოდა სერიოზული პროვოკაცია, მაგრამ ეს ის მომენტი იყო, როდესაც ჩათრევას ჩაყოლაჯობდა, ამიტომ იძულებული გავხდი ერთკვირიან შვებულებაში გავსულიყავი და თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით გადავარდნი. სწორედ მაშინ მაცნობეს, რომ ჩემ ჯარისკაცებს დაასერიეს ხელები და ჩემს წინააღმდეგ დააწერიეს პატაკები, რომ თითქოს ისინი თვითმკვლელობამდე მე მივიყვანი. ჯერ კიდე შვებულება დასრულებული არ მქონდა აღნიშნულის შესახებ, ასევე ინფორმაციის მომწოდების სახელგვარით მივაწოდე სახელმწიფო ბრალდებას, ანუ პროკურატურას ინფორმაცია, იმიტომ რომ კიდე გიმეორებთ, სხვა დაცვის მექანიზმი ჩემ ხელში არ იყო. უკვე ბაზაზე გასულს სამხედრო პოლიცია დამადგა თავზე, ჩამსვეს სამხედრო მანქანაში და გადამიყვანეს სამინისტროს ტერიტორიაზე, სამხედრო პოლიციის შენობაში, რათა ჩემს წინააღმდეგ მოსულიყო პროკურატურა და წარედგინა ბრალი. როგორც მიხვდით, ხიდაშელს ასეთი ბინძური მეთოდით, ჩემი დაკავებით, ჩემი საპყრობილეში ჩასმით, ჩემი გაჩუმება უსწრაფესად სურდა. სამხედრო პოლიციის განყოფილებაში ზუსტად 11 საათი გავატარე. მაგრამ ჰოი საოცრებად, სამხედრო პოლიციის განყოფილებაში სახელმწიფო ბრალდების მხარე, ანუ პროკურორი, ჩემთვის ბრალის წამოსაყენებლად არ მობრძანდა. მე ვერ დავიკვეხნი იმას, რომ მანდამაინც ჩემი შეეშინდათ, მაგრამ ფაქტი ერთია. იმდენად უსუსურები იქნებოდნენ სასამართლო პროცესზე, რომ ქართული ოცნების დღეს უკვე სანქცირებული სასამართლოც კი ვერ გასცემდა ჩემი დაკავების მოტივებს სათანადო პასუხს. ამიტომ 11 საათის შემდეგ დაუძახე მორიგე ოფიცერს და უთხარი, თუ ბრალს არ მიყენებდნენ,
მაშინ უმჯობესი იყო რომ გავეშვი აღნიშნული შენობიდან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებდი ადვოკატის უფლებას ამ ყველაფრის შემდეგ დარეკეს მინისტრთა აპარატში და გავიგონე აქსელერატორზე ეს არის ხმოვანი ტელეფონი როგორ ესაუბრნენ გიორგი შაიშმელაშვილს მოახსენეს ყველაფერი მან კი განაცხადა გაუშვით ჩვენ ხელშია საწავა ასე რომ იძულებული გახდნენ იმ დღეს სახში გამოვეშვ ამ ფაქტიდან ზუსტად 3 დღეში შეერაღებული ძალებიდან დამითხოვეს რა თქმა უნდა ყოველგვარი სამართლებრივი მიზეზის გარეშე და ყოველგვარი დანაშაულის გარეშე ისინი უბრალოდ ცდილობდნენ ჩემთვის სამი სამსახურეობრივი საყვედური გამოეცხადებიათ იგონებდნენ ამისთვის მიზეზებს მაგალითად სამი საყვედური გამომიცხადეს 2 დღეში რა თქმა უნდა მოტივი თვითონაც უცნობი იყო რისთვის მაგრამ როდესაც ვინმეს შენი გაუბედურება უნდა მიზეზს არ ჭირდება მიზეზის ძებნა რადგან მათთვის მთავარი იყო შედეგი და შედეგი იყო ესეთი ბრძანება ხიდაშელის მე უნდა დამეტოვებია შეერაღებული ძალები მოგვიანებით იმ ჯარისკაცებმა რომლებსაც ხელები გადააჭრევიეს როგორც მე ისე ოფიცერ ლევან კობაიძეს განუცხადეს რომ ეს უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოხდა და ამ ყველაფერში ჩათრეული იყო კუდის ყოფილი ოფიცერი ეს არის ვინმე სოსო ბახტურიძე რომელიც ახორციელებდა ამ ჯარისკაცებზე ზეწოლას და ასე შემდეგ გადაბირებული ბოლომდე იქნა მხოლოდ აი ეს ჯონი იმედაშვილი რომელსაც დღემდე კონტაქტზე ყავთ ხიდაშელის და მის ეგრეთ წოდებულ ბანდგარემოცვას ამ შაიშმელაშვილმა რა თქმა უნდა იმ მოლოდინთან ერთად იმ მეორე შაიშმელაშვილთან ერთად ტანდემში ვინც ანადოლიძესთან ერთად ხიდაშელთან ერთად ბავშვების წამება ხო დამალეს სამხედრო ბაზაზე აი ეს ბევრი რო კითხულობს რატო აწამეს ბავშვები რატო აწამეს და გართობის მიზნით რო გადაიტყვეს და აწამეს საზიზღარი წამება რომ მოხდა ახლა ბევრი იტყვის არ ვიცით ვინც აკვირდება ამ ბლოგებს ძალიან კარგად იცის ეს აღიარებული და დასტურებული ფაქტი პროკურატურასთან უშიშროებასთან შეთანხმებით ხო დამალეს ეს ფაქტი ეს კიდე ცალკე კრიმინალი ამათ დანაშაული მარტო იმაში ამ მდგომარეობდა იქ რომ ტერორისტებს უჭერდნენ მხარს და სხვა სახელმწიფოში აგზავნიდნენ აქ მომზადებულ ქართველებს სამწუხაროდ რა ეს კიდე ცალკე ტრაგედიაა რომ ჩვენ ერში ასეთი უბედურება ხდება დღეს ჩემი ძალიან დიდი შრომის შედეგად არ დამიტოვებია არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია რომელსაც არ მიუმართი ამათი ფაქტებით მტკიცებულებებით ყველაფრით აი ამ შაიშმელაშვილზე განსაკუთრებით იმიტომ ეს რჩებოდა თავდაცვის სამინისტროში ეს საზიზღარი კრიმინალი და გამოაჯმევიეს ახლა იმას ხო არ იტყოდა ესა ივანიშვილის ბანკის კარტების ბეჭდავად გამინისტრებული ნაბიჯვარი ის ცალკე დიდი პრობლემაა მე ახლა ბურჭულაძის კრიტიკა არ დამიკლია და არც დავაკლებ მაგრამ ფაქტია ასე ხო ვერ იტყოდა იმიტომ ვაგდებთ ამას რომ ტერორისტებს ზდიდა აგერ ჩვენთან ბაზაზეო ხო ამას ხო ვერ იტყოდა დედა მოუტყნა გააგდო და დაიბანა ხელები და ეუბნება ყველას არა ისიც ესეთი კაცი დღეს ჩვენთან ამსახურობსო ბაზაზე სასამართლოშიც საქმე წააგო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ნაბიჯვარი იყო და თავისავად ეგ გასაშვები კი არ იყო იმიდან რა ქვია შეერაღებული ძალებიდან ესა დასაჭერი და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისაცემი და გადმომდგარა ეხლა და ყვირის რომ ესაო რა ქვია მეო ანტირუსულ კანონს ვეწინააღმდეგებოდი გულახდილად გეუბნებით ეს არ არის პრორუსი ეს არის თურქების ნასეტკა თურქების დავალებით მეჩეთებს ხო ხსნიდნენ ქართული შეერაღებული ძალების ყაზარმებში და ნოხები ხო უიყიდეს ნოხები სალოცავი ნოხები და შემდეგ ღმერთმა ის ნოხები შეარგო ოხრად და მეეთყლა დედის ტრაკი თავის ხიდა შელიანა და ნერე რა გააკეთა იცი ამ დედამოტყნულმა ამ შაიშმელაშვილმა ბოლოს აი თვითონ რო იცოდეთ ტომით ებრაელია შაიშმელაშვილი გვარის მიმართ არა მაქვს არანაირი აგრესია არა უბრალოდ ამ პიროვნების მიმართ მაქვს იმიტომ ესა დედამოტყნული თურქების დავალებით საქართველოში ირანელებს ჩამოახევია ისრაელის დროშა აი ამ ნაბოზვარმა ამათ სული აქვს გაყიდული თურქეთზე ხიდაშელს ანადოლიძეს და მე როგორ გვტენდნენ ამას აუ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანა და ეხლა ვინც გლობალურ პოლიტიკაში ვერ ერკვევა იმას მე ვერ აუხსნეი რა პოზიცია აქვს თურქეთს ისრაელის ომთან მიმართებაში და მის ნასეტკებს როგორ იყენებს ამ საინფორმაციო ომისთვის და ასე შემდეგ რა
უბრალოდ ჩემგან იქნება მიწოდებული ყველაფერი. ის თავად ჩემი საუბრიდან ყველაფერი კარგად იცის და მოუწყნეს დედის მუტელი, წიხლით გამოაგდეს თავდაცვის სამინისტროს და ეხლა ყვირის რომ თურმე იმდენად დემოკრატი ბიჭია, თურმე რუსულ კანონს აპროტესტებდა ეს დეპარტამენტის უფროს კი შენ გამძლე დედას ჩავთხარებ პირში ბიჭო. შენ ახარ ნაბოზვარი, просто ყოველთვის გფარავდა სტატუსი და თანამდებობა. თავდაცვის სამინისტროს ოთახში გამოკეტილო კრისა. მე შენ დედა შევით, შენ აგა ქართველი ერის წინააღმდეგ იმხელა კრიმინალი გაკეთებული. შენ არანაირი სასამართლო არ უნდა დაგჭირდეს, ადგილზე უნდა გაგასამართლოს ქართველმა ერმა. ხიდაშელთან და ანადოლიძესთან ერთად. აი ეს არის რეალობა. იმ ზღაპარს თავდაცვის სამინისტროშიო ცუდი საჭმელი მატლიანი საჭმელი შეაქვს. და ახლა შეაქვს თავდაცვის სამინისტროში მარტო მატლიანის საჭმელი და ახლა იწამლება ხალხი თავდაცვის სამინისტროში მოყოლებული ალასანიას მინისტრობიდან. მამამდეც დიდი უბედურებები ხდებოდა, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ეს ყველაფერი ხიდაშელის დროს რო ხდებოდა, იმდენი არც ერთი მინისტრის დროს არ მომხდარა. და ზუსტად მაშინ აი ამ საჭმელს და საჭმლის კმაყოფას ინაწილებდა 26 მაისის პროკურორი ვიღაცა იმერლიშვილი, ხიდაშელის საყვარლები, ვიღაცა აი ამ გნიდა მოლოდინის ხალხი, ნათესავები, ბიძაშვილები, მისი ლოთიმამის ახლობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, ვერც ილაპარაკებს ამაზე, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს უშიშროებასთან შეთანხმებული იყო და ეს წილები ხანვის მიდიოდა და საჭმელი რო გამორჩებოდა, კიდე რა შვებოდნენ, იცი წესითი საჭმელი უნდა გამორჩენილი საჭმელი უნდა განადგურდეს. ეს არის წესდებითი ფორმა და არავინ არ უნდა იცოდეს, არ მე არის იკვებება რა ნორმატივი ცხოვრობს და ეს არის ნორმალური დაცული საიდუმლო ინფორმაცია, ეს არ არის საჯარო ინფორმაცია. კვების მექანიზმის კონტროლი უნდა ხდებოდეს, მაგრამ ამ ფორმით ესენი რო აკეთებენ, ამ ფორმით საერთოდ არაფერი არ ხდება, კვების მექანიზმი კი არა. და ის მორჩენილი საჭმელი მიდიოდა ამათ ღორსაშენებში, ცხენსაშენებში, ქათმებსაშენებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე არავინ არ ლაპარაკობს დღეს. ჩვეულებრივ სისხლის სამართლის საქმეა ხიდაშენილი, ამაზე ციხეშია ჩასაჯდომი, მაგრამ ეს მოლოდინი გამოდის ახლა და ეს მისი ეგრეთ წოდებული კლიზმა, ეს შაიშმელაშვილი და თურმე გმირები ყოფილან. მეტი თქვენი დედა შევეცი მე.